so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. ქუთაისში მივდიოდით და რაღაც ამ გზაზე და ხოლ გზებზე მსოფლებში გავდიოდით და რაღაც აი ისეთი ძიმე ენერგეტიკა იყო ეს რაღაც ეს მეხსიერების ეთყობა. ძიმე მაინც და მაინც ცუდი არ ნიშნავს რა, მაგრამ აი ისეთი რა, აი დახუნძლული ინფორმაციით რა არ არის ეს რაღაც ისეთი მარტივი ქვეყანა რა, რაღაც ძალიან ბევრი შრეები აქვს და იცი როდესაც აი ეგეთი რაღაცა სიღრმე, როდესაც არის იქ ბედნიერება კიდე სადღაც უფრო შორს არის ხოლმე მე ვფიქრობ. თავისუფლება ჩემთვის არის, როდესაც შენ შეგიძლია იყოს შენ. ანუ გათავისუფლდე ყველაფერი გარედან მოსულისგან, იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გონია რომ რაღაც ჩვენი ფიქრები, ჩვენი გემოვნება თუნდაც ან რაღაცა მანერა, რაღაცა ჩვენი გონია და კარგად თუ დავაკვირდებით, მივხვდებით რომ ან გარედან მოსულია ხშირ შემთხვევაში ნებით ან უნებლიეთ რა. ისე მოხდა რომ რაღაცა სხვაზე მომეწონა და ჩემი გავხადე. თავისუფლება არის, როდესაც შენ შეგიძლია მოусმინო შენშინაგან ხმას და მარტო მისი კარნახით მიიღო რაღაც გადაწყვეტილება და მარტო მისი კარნახით იმოქმედო. შიში არის პირველი მტერი თავისუფლების. აი ადამიანის ამბავს თუ გავყვებით, შიში რომ ვიღაცას არ მოვეწონები მაგალითად, შიში რომ არ მიმიღებენ. მეშინია იმის რომ მე ვიყო ჩემი თავი. სინამდვილეში ეს ძალიან რთული რაღაცაა, ესე მარტივად ლაპარაკობ, მაგრამ მე პირადად არ ვთვლი რომ თავისუფალი ვარ, უბრალოდ მიგრძნია წამები რაღაცა სცენაზეც და ცხოვრებაშიც და ალბათ ეს ყოფილა ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო წამები. დამოუკიდებელი ქვეყანა ალბათ არის ის ქვეყანა, რომელიც თვითონ არამხოლოდ წყვიტავს რაღაცას თავისთვის, როგორც ახლა დღეს ცდილობენ რომ რაღაცნაირად დაგვაჯერონ, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ. ანუ ეს რეალურად ანუ შენ თვითონ უნდა შეგეძლოს, რომ შეინარჩუნო რაღაცა ცხოვრების ის ხარისხი, რაღაც ადამიანებს ისეთი რეალობა შეუქმნა, სადაც ის ადამიანები თავს იგრძნობენ მყარად, თავისუფლად, დაცულად და გინდაც ეკონომიკურად, გინდაც რაღაც მორალურად. ეს დამოუკიდებლობაც არ არის რაღაც გარანტია და არ არის მუდმივი მდგომარეობა. ნებისმიერ წამს შეიძლება ეგეც დაკარგო და დამოუკიდებლობა უფრო არის ალბათ შანსი იმის, რომ მოიპოვო თავისუფლება რა. ჩვენ ბევრ რაღაცაზე არ შევთანხმებულ ვართ, მე მგონი. უფრო ისევ ვეძებთ ჩვენში სხვაობებს, მოდი რა არის ჩვენთვის საერთო, რომ რის გარშემოც ავაშენებთ ჩვენ სახელმწიფოს და არ შევთანხმებულ ვართ იმაზე, რაც ჩვენთვის ყველასთვის მისაღები არის. ისევ ვართ რაღაც აი ამ გახლეჩვის მდგომარეობაში. სულ არის რომ მე ვიცი. აი მე ვიცი, რომ მე ყველაფერი ვიცით რა, როგორ უნდა მართოთ, როგორ უნდა მოხდეს, რა უნდა ითქვას. მაგრამ აი ის რომ რა ვქენით არასწორია, ეს თითქოს რაღაცნაირად გაურბივართ ამას, იმიტომ რომ თითქოს არ არსებობს ეგეთი რამე, რაც შეიძლება რომ შენ არასწორად გააკეთო. და აი რაღაცნაირად ამ ციკლზე მივდივართ ყოველ ჯერზე. თავარი პრობლემა მგონია, რომ ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი შეცდომების აღიარება, მარცხის აღიარება და აი თუნდაც ჩვენ პოლიტიკურ წარსულს და აწყობს რომ გადავხედოთ, მე არ მახსენდება ეგეთი შემთხვევა, რომ პოლიტიკურ პირს ან პარტიას რაღაცა თავისი შეცდომა ეღიარებინოს, გულწრფელად ოღონდ რა. პატიება ნებისმიერი რამის შესაძლებელია თუ დადგება რაღაც მონანიების აქტი და მონანიების აქტი იმდენად ძლიერი და წმინდა რაღაცაა, რომ შეუძლებელია რომ არაპატიო ნებისმიერი რაღაცის გაგება შეიძლება. თუნდაც რაღაცა დებატები რო ავიღოთ რა პოლიტიკური, ჯერ სადღა გვაქვს ეგ დებატები, მე ძალიან დიდი ხანი არ მინახავს, მაგრამ აი როცა იყო ხოლმე, სულ ველოდები ეგეთ რაღაცას, რომ ერთი პოლიტიკოსი მეორეს ეტყვის, რომ ჯერ მოусმენს რასაც ელაპარაკება ის და მე ეტყვის, რომ აი მართალი ხარ, მე ვცდებოდი და აღიარებს, რომ აი მარტივი რაღაციდან იწყება რა, მარტივი აღიარებიდან. მაგრამ არ ხდება ეგ არასდროს. ამას მოყვება ეგეთი შედეგი, რომ ნდობას კარგავს ხალხი პოლიტიკოსების მიმართ ზოგადად და სულ რომ სუფთა ახალი ძალა გამოჩნდეს რაღაცა, მის მიმართაც ცოტა ეჭვის თვალით უყურებ უკვე ყველას, იმიტომ რომ 10 ჯერ რო გადაგაგდებენ, აღარ გჯერა რომ მე-11 რაღაცა სიმართლეს გეტყვიან. კარგი ხელისუფალი აერთებს ხალხს და ხლიჩავს
ერი ორად რო არის გახლეჩილი, ესე იგი რაღაცა სათავეშიც არასწორი არის, იმიტომ რომ ერთიანი ერი იმ დღის წესრიგს აყენებს, რომელიც მას უნდა რომ იყოს და ესე გახლეჩილი და ყველა თავისთვის გადაფანტული, რა თქმა უნდა, სამართავათაც ბევრად ადვილი არის და მტრის მიზნის მისაღწევათაც. დღეს საერთოდ ყველა სიტყვას მნიშვნელობა შეეცვალა. აქამდე რომ იცოდი რომ რაღაცა არის გმირობა, თურმე ის გმირობა საერთოდ არ ყოფილა და თურმე პირიქით ლაჩრობა არის. დღეს არის ეგეთი რეალობა დაგვიდგა რომ რაღაცა ძალიან ცოტა ადამიანი დგავართ გარეთ, მაგრამ ამაშიც ძალიან დიდ პრობლემას მე ვერ ვხედავ რა, რაღაცა პროცესია, მე ცოტა ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს. ყველა შიგნით ხდება ეს პროცესი რაღაცნაირად რა, მე როგორც კი მიგრძნია გარედან ვიღაც რომ ან მამუნათებს, ან რაღაცა გარედან მიწყვიტავს რაღაც, იმ წუთას მიჩნდება რომ თავი დამანებეთ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას რა და ეგრე არის ყველას შემთხვევაშიც. ჩვენ არ ვიცით ვისთან როდის დადგება მაგ შიშის დაძლევის პირობითად დრო. შეიძლება დღეს ადამიანი ჩუმატაა და ხვალ ძალიან გაბრაზდეს რა. ასე რომ მე რაღაც ისე უყურებ ამ პროცესს. რაღაც დატრიალდება. ეხლა ვიწყებთ თითქოს აი ამ რაღაცების გაანალიზებას და ამ რაღაცებზე დაფიქრებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან რაღაც ისეთის წინაშე დავდექით უცბად, რასაც არ ველოდით, ხო? ის კი რომ სიტყვაზე რუსეთისკენ მივდივართ, აღმოჩნდა რომ აქ არის. რუსეთი უკვე გაიხანია, არც არც წასულა და მოგვიწია რაღაცებზე სხვანაირად დაფიქრება მე მგონი და ეხლა დაიწყო ეს მოძრაობა, აი ჩვენი გონების ამ ხრივ მოძრაობა, მე რასაც უყურებ და რასაც ვაკვირდები და რაც ძალიან სასიხარულო არის, თითქოს დაიწყო ეხლა. რომ არ დავკარგოთ ეს ნებისყოფა რა და რაღაცნაირად არ გაგვტეხონ, იმიტომ რომ გარშემო ყველაფერი ეს პროპაგანდა რაც არის, ყველაფერი მაგაზე მუშაობს, რომ რაღაცნაირად მოგვარყიონ და დაგვაჯერონ, რომ შენ მამაცი კი არ ხარ, სულელი ხარ. აი მაგას რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ. დღეს ვიძახდი ზუსტად მაგას რეალურად, აი ყველაზე ისეთი რაღაცნაირი ძიმე განცდა შიშის მქონდა რამდენიმე დღის წინ გარეთ მომიწია გაცვლა საღამოს უფრო გვიან საათებში და ვერ მივხვდი საერთოდ სად ვიყავი ის აურა, ის რაღაცნაირი სილაღე აბსოლუტურად არ იყო ეს. არავის არაფერი არ უხარო და ყველა იყო რაღაცა შეყუჟულით ზოგიერთ ადგილ ზოგი. აი არაფერი არ ხდებოდა, რაღაცა მძიმე აურა იდგა გარეთ. და აი მაშინ ძალიან შემეშინდა, რომ აი დადგა ეს მომენტი, როდესაც აი ჩაჟამდა ამ ქვეყანაში. შეიძლება სხვანაირი შიში იყო, მაგრამ აი შეგრძნება იყო ისეთი საშიში, ფიზიკურობაზე კიდე ასჯერ უარესი. ადამიანებით, ვინც გვერდში გიდგან, იმიტომ რომ რაც არ უნდა შენ რაღაცა დიდი სიმამაცე გამოიჩინო და რაღაცა მარტო დარჩე შენ თავთან და თქვა რომ არავინ არ მჭირდება, მაინც ყოველთვის გვჭირდება ვიღაც, ვინც გვეტყვის რომ შენ გვერდი თქვა რა. და ეგეთი ადამიანებით ვამაყობ. თვალწინ სულ მიდგას აი ეს ბიჭები, რომლებიც არიან დატყვევებულები, როგორია ჩემი ქვეყანა და აი ესეთია ჩემი ქვეყანა. ასე ლამაზი, განათლებული, შეუპოვარი, მამაცი, დატყვევებული. ეს არის ალბათ ის რითიც შეიძლება რომ იამაყო, რომ რა ვიცი შენ ქვეყანას აი ეგეთი მომავალი თაობა ყავს. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მისმენდეს და რა შემიძლია ყველას ერთად უთხრა. არც მე კიდე ერთხელ ვიტყვი რაღაცა ოპტიმისტი ვარ და მჯერა იმის, რომ თუ რაღაცნაირად ჩვენ მოვახერხეთ გაერთიანება, დიდი სიხარულის ირგვლივ გულისხმობ აი ჩვენ ნაკრების წარმატებას რა თუნდაც. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად რაღაცა განსხვავებული აზრებისა, რაღაცა უპირობოდ გვიყვარდა და რაღაც ესე ვეხუტებოდით ერთმანეთს და აი ეს რაღაცა ერთობის ნაწილად როცა თვლი საკუთარ თავს რა, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა რა. თუნდაც აი რაღაც ისტორიები რომ მქონდა მოსმენილი 91 წლის დინამოს თასების თასზე, ზუსტად მან აღმოჩნდი უცბად და ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო და მან ვიგრძენი ეგ და მივხვდი რომ ამ ხალხს
თუ ეს შეუძლია, მაშინ შეუძლია რომ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანდეს მით უმეტეს. გარდაუვალი არის ამათი გამარჯვება, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ იმდენად დაცლილები არიან ამ რაღაცა ზედმეტი ზედნადები, რაღაცეებისგან რაც ჩვენზე იყო, გვინდა არ გვინდა დაკისრებული რაღაც შეხედულებები, თუნდაც რაღაცა ქცევის ეთიკა, რაღაც აი ეს აბსოლუტურად დაცლილები არიან ამისგან და ამიტომ აუცილებლად რაღაც ახალს მოიტანს ეს. თუ არ მოხდა ისევ რაღაცა გარე ჩარევა და ისევ როგორც რა ვიცი 21 წელს 37 წელს რაღაცა ფენებად დასუფთავებდნენ აი ეგეთი ჰორორი თუ არ დაგვემართა მგონია რომ ზუსტად ეს ის თაობა არის რაღაცა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს აი მგონია რომ ზუსტად ეს ბავშვები ამ ბავშვებმა უნდა მოიგონეს ომი ესე ვფიქრობ ჩვენი გვერდში დგომით და მათი მიღებით ისეთები როგორებიც არიან. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.